როგორ ცხოვრობენ იქ ქართველები? დიაგნოზი დაუსვეს კაცს ესეთი, რომ ნოსტალგიით გარდაიცვალა ადამიანი. ეს ცოდვა არ არის და ეს ჩვეულებრივი რეალობა, რომელიც დღეს 21 საუკუნეში დადგა. შენ არჩევანი ყოველთვის გრჩება. საქართველოს შენარჩუნება თითქოს ეს რა თქმა უნდა, სამრევლო სკოლებით ისინი მარტო მღვდლები არ არიან იქ. გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მარიამ კაბედავა და მამა კახაბერ გოგოტიშვილი დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ რა როლი აქვს თანამედროვე სამყაროში მისიონრულ საქმიანობას. მოგესალმებით მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ძვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, აუცილებლად მინდა შევეხოთ ამ თემას, რომელიც დღევანდელი გადაცემისთვის ავერჩიეთ, რადგან თქვენ ბრძანდებოდით ბოლო 1 თვის განმავლობაში ევროპაში მისიონერული საქმიანობით, ასე ვთქვათ, მოილოცეთ იქაურობა, შეხვდით ქართველებს, ამოგზაურეთ წმინდა ნაწილები და ეს ყველაფერი ეძღვნებოდა იმ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან გასულ ამ სადღესასწაულო თარიღს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წელს საკმაოდ მასშტაბურად აღნიშნავს. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჩვენს გადაცემაში უნდა შევეხოთ და პირველ რიგში ასე მინდა დავიწყოთ და გკითხოთ როგორ ცხოვრობენ იქ ქართველები, რას ფიქრობენ და როგორი ტიპის საუბრები და შეხვედრები გქონდათ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაუხადო ყველას იმ მასპინძლობისთვის, იმ თბილი შეხვედრისთვის, იმ საუბრებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით დასავლეთ ევროპის ეპარქია იყო, ეხლა მოკლედ რაც უნდა მოგვევლო და ძალიან ბევრ ქალაქში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ამას მე ცოტა დაწვრილებით, ცოტა ქვემოთ მოგახსენებ. უპირველეს ყოვლისა, მადლობას გადავხდი სამრევლოს ხელმძღვანელებს, მოძღვრებს, საელჩოებსა და საკონსულოებს, რომელთა ძალიან დიდი ხელშეწყობითაც მოხდა ეს ყოველივე, სხვაგვარად ფიზიკურად ჩვენ ამ პროექტს ვერ განვახორციელებდით. ჩვენი ხალხი, რა თქმა უნდა, რომ გითხრათ, რომ ეხლა იქ მათი უმრავლესობა დალხინებულია. იცით როგორ არის ჩვენი რაღაცა გარკვეული ხასიათიც არის ეთყობა რომ სულ რომ ყველანაირი პრობლემა მოგვარებული ჰქონდეს რაღაცა სამშობლოს მონატრება ყველა ქართველს გააჩნია. არიან ერები რომელთაც საერთოდ არ განიცდიან სამშობლოსგან შორს ყოფნას და თუ კი ვთქვათ მატერიალურად მოიგوارებენ თავიანთ პრობლემებს, შეიძლება საერთოდ არ განიცდიდნენ იმას, რომ შორს არის თავისი სამშობლოსგან, საიდაც იქ დაიბადა, სადაც გაიზარდა და ნუ რაღაცა თქვათ ჩადიოდეს რაღაც გარკვეულს, ან საერთოდ არ ჩადიოდეს. ჩვენს გენეტიკაში ცოტა სხვანაირად არის ეს ამბავი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი მახსენდება, რომელიც დიაგნოზი დაუსვეს კაცს ესეთი, რომ ნოსტალგიით გარდაიცვალა ადამიანი, რომ ჰქონდა თავისი სამშობლოს ნოსტალგია და რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბევრს აქვს და ეს რაღაცნაირად იგრძნობა მათში, მაგრამ ეს იყო დიდი სიხარულის დღეები, მინდა გითხრათ ამის შესახებ, აი ეს ჩვენი შეხვედრები, სიწმინდეების მოგზაურობა და ჩვენი, თქვათ, ფილმების ჩვენება გქონდა მათთან, საუბრების საშუალება გქონდა, შეხვედრები, ვახშამი, ერთად ვსხდებოდით და აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კი დავიწყებ თავიდან როგორ და რანაირად დაიგეგმა ეს ამბავი. წლევანდელი წელი 1700 წელი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ყოველ შემთხვევაში ჩვენს პატრიარქს ნეტარხსენებულ ილია მეორეზე მაქვს საუბარი, ძალიან უნდოდა რომ აბსოლუტურად ყველა ქართველს მიეღო ამაში მონაწილეობა. ამიტომაც ძალიან ბევრი პროექტი დაიგეგმა და წლევანდელ წელს ეს პროექტები განხორციელდა. მე გეტყვით რომ ვერ მოესწრება, ალბათ შემდეგ წელშიც რაღაცა გადავა, რაღაცა გარკვეული პროექტები კვლავ გაგრძელდება და ეს ბუნებრივიც არის. ეს ბუნებრივიც არის და კარგიც არის, იმიტომ რომ ამაში ცუდი არაფერია, ეს პროექტები ძირითადად სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებებია და რომელია აქედან ჩამოთვლილთაგან ცუდი, ახლა რასაც მე მოგახსენებ. დაახლოებით 3-4 წლის წინ უკვე ეს სამზადისი დაიწყო.
ეს სამზადისი დაიწყო იმით, რომ პატრიარქის შეკვეთით, კურთხევით, მოდი ასე ვთქვათ, შეიქმნა ხატი, რომელსაც ქვია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო. ამ ხატის დედანი დაბრძანებული გახლავთ სამების საკათედრო ტაძარში. ეს ხატი რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ყველას ექნება ნანახი, ღვთისმშობელი მთელი ტანით წარმოდგენილი და უკან არის საქართველოს რუკა. აი, როგორც ფარველი ღვთისმშობელი ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისა ესეთ ასოციაციას ქმნის უკვე შეხედვა ამ ხატის არის მოზაიკაში შესრულებული მისი ავტორი დავით კაკაბაძე გახლავთ ესეც უნდა აღვნიშნოთ იმიტომ რომ ძალიან კარგად არის შესრულებული და ესე ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა ვიზუალურადაც ესეთი ეფექტი აქვს აი ამ ხატს გარდა იმისა რომ ყველა ხატი სიწმინდეა თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის დედანი გახლავთ სამების საკათედრო ტაძარში რაც შეეხება მისი ზუსტი ასლი ასევე ბატონი დავითის შექმნილი მოზაიკაში შედარებით მცირე ფორმის რომელსაც სამოგზაურო ჩარჩო აქვს გაკეთებული სახელურებით რომ გადასატანად ადვილი იყოს ძირითადად დავანებულია როცა საქართველოსია და არ მოგზაურობს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში ეს არის მახათას მთაზე აშენებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი მაგრამ იქ ნაკლებად ნახავთ, იმიტომ რომ ძირითადად მოგზაურობს, რაც ეს ასლი შეიქმნა კანონიკური ასლი აი ამ ხატისა. და დაიწყო მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით. პატრიარქის კურთხევა იყო ასეთი, რომ ყველა ქალაქში უნდა ჩავსულიყავით, ყველა საკათედრო ტაძარში უნდა დაბრძანებული ყოფილიყო ეს ხატი. ქონოდა ყოველდღიური წირვება, თითო კვირა რჩებოდა თითქმის ყველგან. იყო ყოველდღიური წირვები და პარაკლისები განუწყვეტელი ამ ხატის წინაშე და რაც ყველაზე მთავარია მობილიზებული იყო, ამაში ძალიან გვეხმარებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, მობილიზებული იყო ტრანსპორტის მხრივ, რომ სოფლებიდან საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ჩამოსულიყვნენ და ხატი მოელოცათ. და ეს არ იყო მხოლოდ ესე, მხოლოდ ხატი მოილოცეს, მშრალად გავუშვით, ესე არა. აუცილებლად გვახლდნენ ყოველდღიურად ჩვენი სახელოვანი მეცნიერები, მათ შორის ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, რელიგიათმცოდნეები და ხელოვნებათმცოდნეები და კიდე სხვადასხვა მიმართულების რომლებიც კითხულობდნენ ძალიან საინტერესო მოხსენებებს. საქართველოს ისტორიის შესახებ, აი ენის წარმომავლობის შესახებ, რაღაც ამ კულტურის შესახებ, რელიგიის შესახებ და ეს ყოველდღიური შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ საზოგადოებასთან. ახლა წარმოვიდგინეთ, რომ რაღაცა მუნიციპალიტეტი სოფლის მცხოვრები საზოგადოება შეკრიბა, მათთვისაც როგორი სიახლეა, რაღაცა ერთი სიწმინდეს მოილოცავენ, მე რაღაცა ინფორმაციას მოისმენენ, ცოცხალი შეხება ექნებათ. ეს ძალიან იმიტომ რომ ტელევიზორიდან შეიძლება ესე ვესაუბროთ და წაუკითხოთ, მაგრამ ცოცხალ შეხებას აბსოლუტურად სხვა ეფექტი აქვს, რომ კითხვების დასმის საშუალება, მე ხელის ჩამორთმევის საშუალება, ყველაფერს რომ თავი დაანებო და რაღაცნაირად აი ხელმისაწვდომობა რომ მეტია, ეს ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანს და პატრიარქის მიზანით სწორედ ეს იყო, რომ აი ჩართული ყოფილიყო ამაში მთელი ჩვენი საზოგადოება. თუმცა კი მალევე დაისვა ეს საკითხი, რომ რა ვუყოთ იმ ხალხს, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში და ვერ ახერხებენ ესე რაღაცა ზოგი არის რომ 5 და 10 წელია წასულია და ფიზიკურად ვერ ახერხებს ჩამოსვლას. ეს უდიდესი ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით პატრიარქი ძალიან განიცდიდა. არასოდეს მიგრანტებს არ ეძახდათ, ან თუ გახსოვთ, ამბობდა საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრები ქართველი თავის ლოცვაშიც ყოველთვის წერდა და წირვაშიც ასე იხსენებდა და პირად ლოცვაშიც ყოველთვის და განსაკუთრებული რაღაცა მზრუნველობა ჰქონდა მათზე და განსაკუთრებული ფიქრი ჰქონდა ხოლმე ყოველთვის მათზე. ამიტომაც გაკეთდა ესეთი პროექტი, რომ ჩავსულიყავით ყველა იმ სადაც სამრევლო გაგვაჩნია და ამ სამრევლოებს მოელოცათ ეს წმინდა ხატი და ასევე ყოფილიყო მათთან შეხვედრების საშუალება, თუ თქვათ ახლა მეცნიერებს და ამდენ ხალხს ვერ წავიყვანდით იქ, ყოველ შემთხვევაში მოძღვარი თან ყოფილიყო, რომელიც თქვათ რაღაც გარკვეულწილად ამ 1700 წლისთავის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებდა. დაიგეგმა პირველი ეს გახლავთ დასავლეთ ევროპის ეპარქია და ამ ეპარქიაში თითქმის ყველა ქალაქში ჩვენ სამრევლო გვაქვს, იმიტომ რომ ქართველები თითქმის ყველა ქალაქში ცხოვრობენ. ამ ხატთან ერთად დაიგეგმა ამავდროულად რომ მამა გაბრიელის ხატიც ყოფილიყო თავის წმინდა ნაწილთან ერთად, იმიტომ რომ მამა გაბრიელი ყველას ძალიან უყვარს და თან ეს ჩვენი გუშინდელი დღეა. ძალიან თანამედროვე წმინდანია. დიახ, აი 95 წელი იყო, როდესაც გარდაიცვალა ჩვენი მამა გაბრიელი და შეიძლება ამ ადამიანებიდან, მათ შორის იქ ყოფებიდან, ბევრი იცნობდა პირადადაც კი და ეხლა რაღაცა როგორც ესეთი სიწმინდე მისი ხატი მის წმინდა ნაწილთან ერთად კვლავ შემხებლობა შესაძლებელი იყო მათთვის და უცნობ ვინც არ იცნობდა რა მნიშვნელობა აქვს სიყვარული ყველას გააჩნია განსაკუთრებული მამა გაბრიელისადმი.
მე შევეცდები რომ მოვიპოვო ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით მოსული ხალხის რაოდენობისა და მათ შორის არაქართველებისა. როგორც კი იგებდნენ, იმიტომ რომ ეს ჩვენი სამრევლოების გვერდზე იწერებოდა და საელჩოების გვერდზე იწერებოდა, მათ შორის ბრიუსელში მინდა გითხრათ, არ ვიცი რამდენი ავტობუსით ჩამოვიდნენ რუმინელები, რომ მოელოცათ ეს სიწმინდეები. მათ შორის სერბები, რომლებმაც გვიმასპინძლეს თავიანთ ტაძარში, ეს იყო ქალაქ დორტმუნდში, მათ შორის ბერძნები, რომლებმაც გვიმასპინძლეს ფრანკფურტში, იმიტომ რომ იქ ჩვენი ტაძარი არ გვაქვს და ისინი გვითმობენ ხოლმე ამას და თავარი ტაძარი დაგვითმეს და ნუ რაღაც აი ისეთი დიდი სიხარული იყო და ისეთი დიდი ნიშნულობა ჰქონდა ამ შეხვედრებს. მინდა გითხრათ, რომ აი მთელი საზოგადოება იყო ძალიან ბედნიერი, ვინც იქ ხვდებოდა და აი შეკითხვას, რომელსაც ვსვავდნენ, რომ ახლა ამდენი ერთი თვე სულ გზაში რომ ხარ, არ დაიღალეთ, ნამდვილად არ დავიღალეთ, იმიტომ რომ იმ ხალხისგან მოდიოდა ისეთი ენერგია, ვივსებოდით, ახალი ენერგიებით ვივსებოდით, რომ შენ კვლავ გზა უნდა გაგეგრძელებინა და კვლავ უნდა გეხარებინა 1700 წლის დავის შესახებ, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ისტორია ქრისტიანული რელიგიის, ესე იგი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა, არამედ ეს გახლავთ ჩვენი ცხოვრების წესი მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში და ეს დღესაც ასე უნდა მოხდეს, ასე უნდა გაგრძელდეს და ამისი მაგალითი თვითონ პატრიარქმა მოგცა ჩვენ და სხვათა შორის მისი გარდაცვალებაც მე ვთქვი ერთხელ ჩვენი ტელეეთერის საშუალებით და კვლავ გავიმეორებ, რა თქმა უნდა შემთხვევითი ამ ქვეყნად არაფერი არ არის, მაგრამ მისი გარდაცვალებაც თითქოს ამისი სტიმულის მომცემი იყო, რომ ჩვენ ქართველებმა ვნახეთ, რომ შეგვძლებია ერთად ყოფნა, ბევრ ქართველს ერთად ყოფნა შეძლებია და თან ჩუმად, რომ რიგსაც უთმობდნენ ერთმანეთს და ზრდილობის და სიყვარულის თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, აი ესეთი რამ შესაძლებელი ყოფილა და აი ესე უნდა გაგრძელდეს ამ 1700 წლის თავის აღნიშვნა. ახლა რამდენიმე დეტალი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილო მე ყურადღება. პირველ რიგში მინდა გავახარო ჩვენი თანამშრომლები ამ გადაცემისა და ამ ტელევიზიისა, რომ არ მახსენდება ქალაქი, სადაც ჩავსულიყავით და არ ეთქვათ, რომ აი გიყურებთ და ვუყურებთ თქვენს გადაცემას და აი მარიამ გაბედავასთან ერთად თქვენი გადაცემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ესე იგი ველოდებით ახალს და რაღაცნაირად ისა გვაქვს გამოწერილი გვერდი და წარსულ გადაცემებსაც და მოტივაცია მოგცა ნამდვილად ამა რომ ესე იგი ეს გადაცემები ნამდვილად უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ამას თურმე ელოდება საზოგადოება, იმიტომ რომ ყველა ქალაქში აბსოლუტურად ყველგან სადაც ჩავედით ერთი ადამიანი თუ კი იტყოდა რომ აი მამაკა ხაბერი, მე ვიღაცები ხო თქვენ ხო იზბრძანდებით რაღაცა, იყო ეს ძალიან დიდი სიხარული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი მოძღვრების ღვაწლი, რომელ ღვაწლსაც ისინი ეწევიან უკვე მრავალი ათეული წელია დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ რაც მოვიარეთ და ვეთქვი ჩვენს მაყურებელს მაინც ჩამოვთვლი. მოდით, აი დასავლეთ ევროპის ეპარქიაში რომელ ქვეყნებს გულისხმობთ? აი ესეც ჩამოვთვალოთ. ეხლავე მოგახსენებ, ჩვენი მარშრუტი იყო ესეთი, რომ დავიწყეთ ესპანეთიდან, პირველი იყო ქალაქი მადრიდი, შემდეგ ბარსელონა, სადაც ჩვენ სამრევლოები გვაქვს და ქართველი მოძღვრები ორივეგან დადგენილი, სადაც მუდმივად მსახურობენ. ამის შემდგომ წამოვედით საფრანგეთში, პარიზში ჩვენი სამრევლო არის და იქ გქონდა მსახურება. ლიონში ჩვენი სამრევლო არა გვაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავია ესეც, აი რო არ გადავუხადო იმ ადამიანს მადლობა არ შემიძლია, არის ერთი ფრანგი მოძღვარი, რომელიც ეკუთვნის რუსულ ემიგრაციის ეკლესია, ესე ქვია, ემიგრანტები როდესაც წავიდნენ 1917 წელს, აი ეს ეკლესია მაშინ იქ დაფუძნდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ევქარისტიული კავშირი მათთან არ იყო, როგორც თქვათ, ქვეყანა რო დატოვეს და გაიქცნენ, ისინი თქვათ, ვინც დარჩნენ იმას არ ელაპარაკეს, ეს რაღაცა მოკლედ დიდი ამბები იყო და 90-იან წლებში მე თუ არ მეშლება, ხა ზუსტი თარიღი შეიძლება გამიჭირდეს დასახელება, ისინი კვლავ შერიგდნენ, ერთად არიან, ევქარისტიული კავშირი აღადგინეს, თუმცა კი დამოუკიდებელ ერთეულად თვლიან თავის თავს და ესე ქვია რუსეთის ემიგრაციული ეკლესია და ამ ეკლესიის წევრი არის ერთი ფრანგი ადამიანი, გასკონელი სხვათა შორის. რაღაცნაირად ისეთი რაც გვითხრეს იქ ქართველებმა რომ არის ისეთი წარმომავლობისა თავადური თუ სამეფო გვარისა, ესეც კი გვითხრეს
და ეს ადამიანი იქ მოხდლობს და აი იშვილა შეიძლება ითქვას ქართველები, იმიტომ რომ ამათვის ისწავლა საგანგებოდ რომ ქართულად თქვას კვერექსი, ქართულად წაიკითხოს სახარება, ქართულად დიახ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო იქ ჩვენი ჩასვლა, იმიტომ რომ დაგხვდა ძალიან ბევრი ქართველი და დაგხვდა თვითონ ეს მოძღვარი, რომელმაც გვიმასპინძლა ძალიან დიდი სიყვარულით და ქალაქი ლიონია ეს რომელიც მოგახსენეთ. ასევე ვიყავით სტრასბურგში სადაც ძალიან დიდი სამრევლო დაგხვდა, დიდი უზარმაზარი დარბაზი ჰქონდა დაქირავებული იქ ტაძარში არ იყო ბევრი ხალხი, პატარა სივრცე აქვს ნაქირავები ჩვენს მოძღვრებს და დავიქირავეთ ძალიან დიდი დარბაზი, სადაც ფილმების ჩვენებას ყველგან მართავდით, მაგრამ ამ დარბაზში დაახლოებით მე თუ არ მეშლება 150-მდე სკამი ეტეოდა და ადგილები რომ არ გვეყო, ხალხი ფეხზე იდგა, იმდენი მოვიდა სანახავად, მათ შორის სამრევლო სკოლა იყო და ძალიან ემოციური იყო ეს შეხვედრა. ასევე საფრანგეთში მინდა გითხრათ. აქედან წავედით ბრიუსელში, სადაც უკვე ჰოლანდიასა და ბელგიას თავისი ეპისკოპოსი ყავს. დასავლეთ ევროპის ეპარქია ცალკეა შეიძლება ითქვას და ეს გამოყოფილია ამ ეპარქიისგან, იქ მეუფედოსი თეოზი დაგხვდა. ყველა ქალაქი აბსოლუტურად თავისი ეპარქიისა მოგვატარა, სადაც სამრევლოები იყო და ყველგან ეს შეხვედრები ხდებოდა ბელგიასა და ჰოლანდიაში. ამის შემდგომ გადავედით გერმანიაში, იქ მოვიარეთ 5 ქალაქი, მე ჩემს ხელში რაც ხდებოდა იმას ვამბობ, მე სხვა მოძღვარმა შემცვალა, მე თბილისში დავბრუნდი და გააგრძელეს გზა პოლონეთში, 2 ქალაქი იყო კრაკოვი და ვარშავა, ჩეხეთში არიან ახლა ამ წუთში, ჩემი ინფორმაცია ესეთია. ჩეხეთიდან კვლავ გერმანიის, ოღონდ ბავარიის მხარეში დაბრუნდებიან, მიუნხენი და შტუტგარტი იქნება და მერე უკვე ავსტრია და ამითი დამთავრდება ეს მოგზაურობა 10 ივლისისთვის იგეგმება რომ დამთავრდება და დაბრუნდება სიწმინდეები საქართველოში. ევროპა ფაქტობრივად რომელიც არის ქრისტიანული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მოდით ასე ვთქვათ და იმედია რომ იქნება კვლავ. დიახ და შემოდგომაზე იგეგმება რომ ამერიკაში, სადაც არის ესეთი დიდი სამრევლოებია და დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მოხდეს აი ამ სიწმინდეების მოგზაურობა. ნახოთ როგორ და რანაირად ესე იგი ღმერთი მოგვიმართავს ხელს. მე ვთქვი რომ უნდა ვთქვა რაღაცა ჩვენი მოძღვრების როლი და ასევე უნდა ვთქვა ჩვენი სახელმწიფოს როლი ამ პროექტში, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი იყო ეს და უფლება არ მაქვს ამის შესახებ არ ვისაუბრო. უპირველეს ყოვლისა მოძღვრები, რომლებიც აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს. ისინი მარტო მღვდლები არ არიან იქ. მე ეს დავინახე და საოცარი იყო რომ ესე მამობა უნდა გაუწიოს ახლა იქ ყველა ქართველს, რომელიც მორწმუნეა თუ არა მორწმუნეა, ნებისმიერ გასაჭირში ღამე და დღე მათთვის არ არსებობს, იმიტომ რომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცა სადღაც პრობლემა შეექმნა, ვიღაცა დაიჭირეს თუ ვიღაცა ავად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა, აი ყველაფერში ეს თარჯიმნობასაც ესწევს, ადვოკატობასაც ესწევს, ექიმობასაც ესწევს. ესე იგი, იმდენი ფუნქცია აქვს შეთავსებული, რომ აი ნამდვილად გაგაკვირვებს მათი ღვაწლი და მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ აი ამ ღვაწლისთვის და უპირველეს ყოვლისა, რომელი ღვაწლისთვის ახლა მინდა მოგახსენოთ, ეს არის სამრევლო სკოლები. აი ამაზე მინდოდა ცალკე ჩემი შეკითხვაც დავესვა. სამრევლო სკოლები გახლავთ უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც იზრდება იმ საზოგადოებაში, წარმოიდგინეთ, საბავშვო ბაღი გაიარა და იმენაზე მიდიოდა მასთან სწავლება. სკოლაში დადის და რა თქმა უნდა იმენაზე ხა ქართულ სკოლას მე გავუკეთებს, თქვა ესპანეთში და გერმანიაში. არის, თქვა ესპანური, ფრანგული, გერმანული და ამ შემთხვევაში რა ხდება? აზროვნებას იწყებს ის უკვე იმენაზე, მისთვის ძირითადი ენა ის ხდება. ამიტომ ქართული რაღაცნაირად მივიწყებულია თითქოს, იმიტომ რომ ეს მშობლები მოგეხსენება დალხენილი ძალიან ნაკლები პროცენტია და ამიტომ დედაც, მამაც გამოდმებულ შრომაში არიან. ეს ბავშვი რომ მთელი დღე სკოლაშია ან საბავშვო ბაღშია, საღამოთი კიდევ მათი ეს კომუნიკაცია იმდენად მცირეა, რომ ქართულის გაკვეთილებისთვის ისინი ვერ იცლიან. ამიტომაც ეს საკვირაო სკოლები, რომელმაც ძალიან გაგვაკვირვა, აი ბარსელონათი დავიწყეთ და იქ არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი. ისეთი სკოლა აქვს გაკეთებული, რომ მე აი საქართველოშიც კი ნაკლებად შეიძლება ვთქვა, რომ ვინმეს მსგავსი კონდეს მეთქი. თავისი ესე იგი ცეკვის ანსამბლით, თავისი სიმღერის ანსამბლით, ქართულის გაკვეთილები და ვნახე ესე იგი კალიგრაფიის გაკვეთილები აქვთ ბავშვებს.
აი და ამ კალიგრაფიის რაღაც კონკურსებში გამარჯვებულები არიან ეს ბავშვები და არაერთი სიგელები გვაჩვენა იქ მამალუკამ და აი იმიტომაც ვთქვი რომ ეს ფოტომასალები ხა გზადაგზა გროვდება და იქნებ ერთხელ ჩვენი საუბრის პარალელურად ვაჩვენოთ კიდე ჩვენს მაყურებელს იმიტომ რომ ისეთი სიამაყით ავივსე რომ ამ ბავშვებს არაერთი ესეთი სიგელი აქვთ მოგებული კალიგრაფიაში, ცეკვასა თუ სიმღერაში, პარიზშიც ასევე სადაც არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი მოღვაწეობდა და ეხლა საქართველოში გადმოდის უკვე იქ სხვა მოძღვარი დაინიშნა მის ნაცვლად და ემშვიდობებოდა მრევლს ჩვენ ზუსტად ამ პროცესს შევესწარით რაღაცა მოკლედ ესე როტაცია ხდება სამღვდელოებისა და ეს ბუნებრივიც არის მაგრამ დიდი ღვაწლი აქვს ძალიან გაწეული აი ამ საკვირაო სკოლების შესახებ რომ არ გითხრათ არ შეიძლება ასევე ანტვერპენში დაგვხვდა ისეთი საკვირაო სკოლა ბავშვებმა იქ საოცარი სიმღერები და საოცარი ნომრები აი შუანტელი მიulis ახლა ამ პოლოფეს რომ მიყვებით საქართველოს შენარჩუნება თითქოს ეს სამრევლო სკოლები და არა მხოლოდ ის რომ თქვათ სარწმუნოებაზე ესაუბრება რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა რომ არ კარგავენ ენას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ თუ ენა იქნა დავიწყებული აზროვნება უკვე სხვა ენაზე აქვს ადამიანს მისთვის საქართველოს უკვე ხდება იცით როგორ რაღაცა რომ აი შეიძლება ჩამოვიდეს ერთი კვირით იმიტომ რომ სადღაცას მთაში კარგად დაისვენოს ან ზღვაზე გაირუჯოს და უცხო ქვეყანა ხდება სადაც ეხა ისევე როგორ ჩვენები ჩადიან თქვა სადღაცა ზღვაზე გასარუჯად ზუსტად ესე შეიძლება გახდეს მისთვისაც რომ საქართველოშიც ამისთვის ჩამოვიდეს თან თქვას რომ ჩემი წინაპარი აქ ცხოვრობს და ამით დაამთავრდეს რაღაცა ძაფი იყოს გაწყვეტილი მაკავშირებელი ძაფი და სწორედ ამ ძაფის არ გაწყვეტა არის ეს სამრევლო სკოლების ეს მოქმედება და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია და მოძღვრები ამაზე ძალიან განსაკუთრებულად ზრუნავენ მინდა გითხრათ ეს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მათ შორის ქალბატონ ნინო სუხიშვილს ვესაუბრე ამის შესახებ და მითხრა რომ გაოცებული დავრჩიო მამაკახავე რომ მე თვითონ პარიზში ჩავედი 3 დღე გრძელდებოდაო მთელი სამრევლო სკოლები რაც ევროპაში ჰქონდა იქ მოგროვდნენ მამა ანტონმა უზრუნველყო ესო და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მე ვესწრებოდიო ამ ცეკვებსო და მე ხანდახან გაკვირვებული ვიყავი როგორ ცეკვავენ ეს ბავშვები აქ ჩვენ ამ მსგავსი სტუდია არა გვაქვსო მინდა გითხრათ იმიტომ რომ მთელი ეს მონდო ქალბატონმა ნინომ პირადად მე მითხრა სულ რაღაც ერთი კვირის წინ მქონდა ეს შეხვედრა და მართლაც უმნიშვნელოვანესია მინდა გითხრათ ეს როლი ეკლესიისა თვითონ და მოძღვრებისა რომლებიც აი ამ დიდ საქმეს აკეთებენ ეს არის მათი უძილობის და მათი ესე იგი რა გითხრათ აი დასვენება არასდროს არ აქვთ აი ამ მოძღვრებს დღედაღამ ამ შრომაში არიან და იმის მიუხედავად რომ ფინანსურად რაღაცნაირად ეხა ესეთი მხარდაჭერა ვერ აქვთ მათ როგორიც უნდა გქონდეს თქვა როგორცაც ვისურვებდი მე რომ უფრო მეც გააკეთებდნენ რომ ქონოდათ უფრო მეტი მე აქ ვახსენე ჩართულობა ჩვენი სახელმწიფოსი და მინდა გითხრათ რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება რომ არ ჩართული ყოფილიყო ამ ყოველივეში სახელმწიფო სტრუქტურები მოგეხსენებათ გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ რომ შექმნილია სახელმწიფო და აქეთ სინოდალური კომისია და იქეთ სახელმწიფო კომისია სინოდალურ კომისიას ბუნებრივია პატრიარქი შიო მესამე ხელმძღვანელობს სახელმწიფო კომისიას პრემიერი ირაკლი გობახიძე ხელმძღვანელობს და მათი შეთანხმების საფუძველზე ეს პროექტი რა თქმა უნდა განხილული იქნა, დამტკიცებული იქნა, მათი შეთანხმების საფუძველზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღო ამაში ძალიან დიდი მონაწილეობა. იმდენად დიდი მონაწილეობა, რომ ერთი საკვირველი ფაქტი იყო ყველგან აღნიშნავდი და მე რა ვიცი, ფიქრობ, რომ აქაც რო ვთქვა ამაში ცუდი კი რა, პირიქით კარგი იქნება, რომ არსებობს დიასპორების სამსახური რომელშიც საკონსულოები და დიასპორები ერთიანდებიან და ამ სამსახურის უფროსად დაინიშნა ერთი ადამიანი სულ ახალ დანიშნული ამ თანამდებობაზე ბატონი ნოტარ გობახიძე რომელმაც რომ გაიგო ამ ჩვენი პროექტის შესახებ სად შეიძლება უკეთესად მე დიასპორები ვნახო ახლა თუ არა ეს შემთხვევა გამოვიყენო და იმის მაგივრად რომ ახლა ადამიანს კაბინეტი მიუჩინეს და ალბათ სხვა რაღაცა მომსახურების სხვა საშუალებებიც ექნებოდა ჩვენთან ერთად ამ ურთულეს გზაზე, იმიტომ რომ იყო რომ საერთოდ ქალაქიდან ქალაქში ისე უნდა გადასულიყავი, რომ ხანდახან ძილიც არ ქონდა, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ესწრებოდა და ყოველი შეხვედრის შემდგომ გამოდიოდა სიტყვით: "ჩაიწერეთ ჩემი ტელეფონის ნომერი" და კარნახობდა ხმამაღლა ამ თავის ნომერს.
იქვე მიდიოდა გადამოწმება, რომ უპასუხებდა თუ არა ბატონი ნოდარი ამბობდა. ჩვენ ხომ უყურებდით, რომ ფაქტიურად ესე იგი ცხელ ხაზზე მუშაობდა ეს ადამიანი, რომ ესპანეთიდან წამოვედით, ესპანეთი რეკავდა, ბატონ ნოდარი ეს როგორ არის, იქ რო ვის უნდა მივმართოთ, ეს ამის ამართებდა, იქეთ საკონსულოებში რეკავდა, ეხლა ეს ადამიანი დარეკავს, აბა მოусმინეთ, აბა ახლა შეხვედრას უნიშნავდა, იქ ვიღაცა სამწუხაროდ გარდაიცვალა და იმის გადმოსვენებაზე უზრუნველყოფა როგორ აი ისეთი რაღაცა მართლა მადლიანი იყო ეს მოგზაურობა და ისეთი საოცარი აღმოჩნდა რომ რაღაცა ესე ერთობლივად იქ ხალხმა დაინახა რომ ეკლესიას ყოველთვის ახსოვდა ეს იცოდა იმიტომ რომ პატრიარქის ლოცვა ყოველთვის ისმოდა ხმამაღლა საქართველოს გარეცხოვრები ქართველების ეხა რომ ეს ეკლესია ჩამოსულია და შენი გულისთვის რომ არის ჩამოსული აქ რომ ეს წმინდები მოაბრძანა რომ ამ 1700 წლის თავისი იუბილეში მონაწილეობის მისაღებად ფილმები აქვს ჩამოტანილი რაღაცნაირად თუნდაც მოწყდი ამას 1 საათით იყო თუ რაღაცა მთელი დღით იყო მოწყდი რაღაცა იმ რუტინას ხო ყოველდღიური ყოფაში რომ გამუდმებული სამუშაო რო გაგდა რო იცი რომ ოჯახები გყავს სარჩენი და ასე შემდგომ და რაღაცა თუნდაც ამ 1 დღით რაღაცა ამ სულიერ სამყაროში გადაეშვი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იყო მოკლედ ესეთი ერთობლივი პროექტი იყო კი არა არის მინდა გითხრა რომელიც გრძელდება და წლევანდელ წელსში თუ ვერ ჩავეტიეთ ალბათ მომავალ წელსაც გაგრძელდება ამისი აღნიშვნა როგორც უკვე მოგახსენეთ. პირიქით, კარგიც იქნება თუ ვერ ჩავეტევით, მე თუ მკითხავთ და ყოველ წელს თუ აღვნიშნავთ პატარ-პატარა სიმბოლური ამბებით ამ ძვირფას დღეს, რასაც ქვია 1700 წლის ზეიმი, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა მოიტანა საქართველოს დღევანდელ დღემდე მე ესე მგონია ზუსტად ამ რწმენამ და აი ამ ემოციებმა და ამ ურთიერთობებმა, რასაც თქვენ მოგვითხრობდით. ეხლა და მე აუცილებლად მინდა გკითხოთ მამა კახაბე მე ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ევროპიდან მოდით და გეტყვით რატომ ამბობ ამას. ჩემს თავში ვიპოვნე ცოტა შიში იმ ყველაფრის მიმართ, რაც იქ ხდება. და ოღონდ ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან კარგია და ძალიან განვითარებულია და ძალიან ბევრ რამეში შეიძლება წინარიან თუნდაც სამედიცინო სისტემის მიმართულებით, განათლების მიმართულებით და ასე შემდეგ. თუმცა, რასაც ვხედავდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, იყო ჩემთვის ერთგვარი შემაშინებელი ფაქტორი, იმიტომ რომ ვიყავი ჩემი 10 წლის შულთან ერთად და თითქოს ყველგან სადაც გავიხედე, მუდმივად ხდებოდა პოპულარიზაცია ეგრეთ წოდებული მოდით პირდაპირ ვიტყვი LGBT თემის ყველგან დროშა გადმოფენილი ეს ყველაფერი ღია აი მაღაზიაში შედიხარ იქაც ეს დროშა გვხდება ქუჩაში ეს დროშა გვხდება ნუ ხალხი ხო გვხდება და გვხდება მე ამას არ ვამბობ იმ ჭილში რომ ვთქვათ უნდა მოვერიდოთ და გასაგებია ყველამ ვიცით რომ ესეთი ადამიანები არსებობენ თუმცა აი ამ ასეთი მასშტაბური პოპულარიზაციის ფონზე და პროპაგანდის ფონზე რაც ჩემი თვალით ვნახე, სულ რაღაცა რამდენიმე დღის წინ. რა როლი და მნიშვნელობა აქვს აი თუნდაც ამგვარ მოგზაურობებს და თუნდაც იმ მისიონერულ საქმიანობას, რასაც ქართველი მღვდლები ეწევიან ევროპულ ქვეყნებში, იმ სამრევლო სკოლებს, რომ აი ეს რელიგია შენარჩუნებული იყოს და ის მსოფლხედო და არ აი იცით როგორ მაშიშმა შემიპყრო, რომ თითქოს ეს არ აუშავს, ეს ცოდვა არ არის და ეს ჩვეულებრივი რეალობა, რომელიც დღეს 21 საუკუნეში დადგა. აი ამის წინაშე რომ არ აღმოჩნდნენ ქართველები და ეს მიმღებლობა ამ ცოდვის დაკანონების მიმართ რომ არ გაჩნდეს თითოეულ ჩვენგანში, მათ შორის საქართველოშიც. აი როგორი ტიპის მუშაობაა საჭირო, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? მინდა გითხრათ რომ ეს მართლა თვალშისაცემი არის რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება იქნება თუ რაღაცა ქუჩის გადასასვლელი ყველაფერი ამ დროშებით არის მოფენილი რომელიც მიითვისეს ეს მინდა გითხრათ და ნამდვილად თავიდან არ ქონდა მას ეს შინაარსი რა შინაარსაც ეხლა დებენ ამ დროშის ფერებში და ყველგან თითქმის რაღაცნაირად ხაზგასმულია ის რომ ესე იგი მათ აქვს სრული თავისუფლება. კი ბატონო, შეიძლება გქონდეთ სრული თავისუფლება, იმიტომ რომ არის ქვეყნები, რომლებმაც ოფიციალურად დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება, მათ შორის ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, ნუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ ჩვენი აქედან წასული ქართველებისთვის რა გვაქვს თავარი სათქმელი, რა შეიძლება მაგალითად
დავუდოთ მათ და უთხრათ, რომ ეს არის ახლა რაღაცა დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად პოპულარული რაღაცა ვირუსივით გავრცელებული თემა, რომ აი თურმე როგორი ჰუმანური ხარ და შემწყნარებელი ხარ, რომ ის განსხვავებულია შენგან და შენ მას არ ერჩი. არც უნდა ერჩოდე. ქრისტიანის პირველადი მოვალეობა ეს არის, რომ შენ არავის არ უნდა ერჩოდე, რა თქმა უნდა. შენ უნდა შეგეძლო საკუთარი თავის დაცვა. გულისხმობ იმას, რომ ყველაშია რაღაცა მიდრეკილება, მეც ვებრძვი რაღაცა მანკიერებებს, მადლობა ღმერთს არ მაქვს მსგავსი ახლა რომ რასაც თქვათ იმ ადამიანებში გულისხმობთ ახლა, მაგრამ რაღაცა სხვა მანკიერება ხომ აქვს, რაღაცა მიდრეკილება. ამას თუ არ შეებრძოლები, ამის წინააღმდეგ თუ არ აისხავ რაღაცა თოფსა და იარაღს, მაშინ რა ადამიანი ხარ შენ? ამიტომაც სადაც ცხოვრობ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ლოთი სოდომში ცხოვრობდა. ოღონდ დარჩა ის როგორც აბრაამის ძმისშვილი და აბრაამის ტრადიციების სრულად გამტარებელი, იმიტომ რომ იჯდა თავის სახლის წინ გვიან საღამომდე და ელოდებოდა რომ ვინმე სტუმარი არ შემოპარულიყო ისე რომ მას არ ცოდნოდა ეს და მას არ გაეწია მისთვის მასპინძლობა და არ დაეცვა ამ ქალაქის გარყვნილებისგან თავის სახლში არ შეეყვანა და ამითი. ამიტომაც ლოთი მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობს სოდომში, მაგალითია იმისა, რომ ის თავის ტრადიციებს არ კარგავს. ვინც აღზარდა, აბრაამია მისი აღზრდელი, ის ობოლი იყო და ბიძამ აბრაამმა აღზარდა, ნაშვილები ყავდა ჩათვალეთ აბრაამს. არ კარგავს აი ამ ტრადიციებს. ასე რომ ქართველი ხარ, თქვათ, ევროპაში თუ ამერიკაში თუ არა აქვს მნიშვნელობა აზიის რომელიმე ქვეყანაში, იქ კიდე შეიძლება სხვა რაღაცა ემუქრებოდეს შენს რელიგიას, ან კულტურას, ან ტრადიციას. ყველგან უნდა შეგეძლოს ეს თავდაცვა, ყველგან უნდა შეგეძლოს რაღაცა სულიერი აბჯარი გქონდეს, რაღაცა დამცველობითი ფორმისა, რომ შენ ნაკლებად შეგარყიოს რაღაცნაირად ამ მათი ცხოვრების წესმა. იმ თავისუფლებამ, რასაც ისინი ეძახიან თავისუფლებას, შენთვის ეს არ უნდა იყოს თავისუფლება. ამიტომაც ეს პროპაგანდა არსებობს და მე არ გეტყვით რომ ხვალ უკეთესობა იქნება, უფრო უარესი და უარესი იქნება და ძალადობად შეიძლება გადაიქცეს ესა, რომ რაღაცნაირად გინდა თუ არა ასე უნდა იყოსო, შეიძლება ამ და ძალადობად გადაიქცეს, მაგრამ შენ არჩევანი ყოველთვის გრჩება. არჩევანი კაცთმოყვარეობისა, რომ გიყვარდეს ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს ის და არჩევანი იმისა, რომ გძულდეს ცოდვა, რომელიც ცოდვაც წარწმენდელია და მიმყვანებელია რაღაცა სიბნელისკენ წამყვანებელი გზა არის და არავითარ შემთხვევაში ნათელი მასთან არ შეიძლება იყოს არანაირი. ამიტომაც სიფრთხილე გმართებს ბუნებრივია, ეს საქართველოში რომ ცხოვრობ, რა თქმა უნდა, აქაც გმართებს მსგავსი სიფრთხილე, მაგრამ იქ განსაკუთრებით, სადაც გამუდმებული ამისი პროპაგანდა მიმდინარეობს და ყოველ წამს და ყოველ წუთს შეიძლება რაღაცა ხედავდე მათ მხარდასაჭერ ბანერებსა თუ გამოფენილ რაღაცა დროშებს, ან რაღაცა ესეთი ჩაცმულობით მოსიარულე განსხვავებული ამითი გამოხატავენ ისინი ხშირად რაღაცა პროტესტს. შენ უნდა გქონდეს თავდაცვის მექანიზმი და ეს თავდაცვის მექანიზმი არის უპირველეს ყოვლისა ცოდნა შენი ტრადიციისა, შენი სარწმუნოებისა და ის საკვირაო სკოლა, რაც თქვენ წეგან ახსენეთ, გახლავთ სწორედ ის მყარი საძირკველი, რომ იცი შენი ენა, შენს ენაზე შეგიძლია წაიკითხო წერილი, წმინდა წერილს გულისხმობ. შენს ენაზე შეგიძლია კომუნიკაცია გქონდეს ადამიანებთან, მოძღვართან, აღსარებას ამბობდე და ეზიარებოდე და აი ესეთი უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოკლედ ჩვენ სამრევლოებს და ეკლესიებს და მოძღვრებს დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებით და საზღვარგარეთ ცხოვრებ ქართველთათვის. უმნიშვნელოვანესი გახლავთ ეს. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ, დრო სწრაფად გაგვექცა, თუმცა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობდით და ისე ემოციურად ისაუბრეთ თქვენ სამ ყველაფერს და მეტი რაღაც დავამატო ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა აქაც საქართველოში ცხოვრება და იქაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებმა ქართველებმა ყოველთვის გავაცნობიეროთ, სად არის სიმართლე და ჭეშმარიტება, სად არის ცოდვა და სად არ უნდა შევტოპოთ, ასე ვთქვათ და ღმერთმა ინებოს, რომ იყოს ჩვენს გვერდით მუდამ, გვფარავდეს და გვაძლიერებდეს. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს
გარეთ მცხოვრებ ქართველებს და მოდით კიდევ ერთხელ ჩვენი გადაცემიდან მოვიკითხოთ, იმიტომ რომ ჩემთვისაც არაერთხელ მოუწერიათ მათ და ესეთი თბილი სიტყვები უთქვამთ ჩვენი გადაცემის შესახებ, რომ ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი და თუნდაც ერთი ქართველისთვისაც კი თუ ეს გადაცემა არის ერთგვარი შვება, მე ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ და ეს ჩვენთვის არის 10 მაგი და 100 მაგი мотиваცია კიდევ და კიდევ. მეც ვსარგებლობ, ვიცი რომ გვიყურებენ, იმიტომ რომ თვითონ მიდასტურებდნენ ამას, იმიტომ რომ მე სანამ გავეცნობოდი პირდაპირ მოდიოდნენ ესე მეუბნებოდნენ რომ გიყურებთ, ამიტომ ვსარგებლობ ამ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავხდი მასპინძლობისთვის, იმ სიყვარულისთვის, სითბოსთვის, რომლებსაც ისინი გვახვედრებდნენ და ჩვენი ერთად ვატარებდით რაღაცა გარკვეულ საათებს ან დღეებს. გააჩნდა და უთხრათ რომ ჩვენი ქვეყანა მათ ყოველთვის ელოდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ელოდება და ყოველთვის ახსოვს ჩვენს ეკლესიას და აი ჩვენ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ეს პროექტი ერთობლივია. დიდი მადლობა. მადლობა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.